პირადადაც ვიცნობ და მსმენია კიდეც იმ ადამიანების თაობაზე, რომლებსაც უცხოეთიდან მათი ოჯახის წევრები ან ახლობლები ურიცხავენ თანხებს. ამ მნიშვნელობა აქვს რამდენს? 1 ევროს, 1 დოლარს, 50 ევროს, 50 დოლარს, 100 ევროს, 100 დოლარს, 500, 700 თუ ასე შემდეგ და კვლავ ვიმეორებ, ზოგ მათგანს, ცხადია, უმცირესობის უმცირესობას ვიცნობ პირადად. ამ ადამიანებს სჭირდებათ გადარჩენა, მიუხედავად იმისა, რომ ვითომ დაიზრდება ეკონომიკა ჩვენში, ადამიანები რეალურად ინფლაციის, ამ ბანდიტური ხელისუფლების ქმედებათა და სხვა მიზეზების გამო რეალურად ჩვენთან ადამიანები მოქალაქეები ხარიბდებიან დღიდან დღემდე, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე. სხვა თუ არაფერი ინფლაციის გამო მეტი და მეტი სჭირდება ერთ კონკრეტულ ინდივიდს ან ერთ ოჯახს ან მთლიანად საზოგადოებას თუ სჭირდებოდა გასულ წელს პირობითად ვლაპარაკობ 2000 ლარი თვეში ოჯახს სამსულიანს 4 სულიანს ესეც იმ შემთხვევაში თუ არ აქვთ კრედიტები ახლა სჭირდება 2300 ან 2500 ლარი ეს ფაქტია. თუ ვისაც ურიცხავენ თანხას ის პოლიტიკურად ფართო გაგებით პოლიტიკურად აქტიურია საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება კრიმინალთა ბანდა პარანოიკების ბანდა მათ დაიჭერს და მიედავება რომ შენ გრანტი მიიღეო იმიტომ რომ ფული გადმოგირიცხა ოჯახის წევრმაო და ეს ფულიო დამოუკიდებლად იმისა რაში დახარჯე სტაფილოში ბრინჯში პურში წყლის ყიდვაში ელექტროენერგიის გადასახადში მნიშვნელობა არ აქვს. ეს ფული არის გრანტი და ეს ფული რომ ჩაგერიცხა სწორედაც რომ ეს ფული მოახმარე, ეს თანხა მოახმარე შენ პოლიტიკურ ამასთან საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო, დე-ფაქტო ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებს და აქტივობებს. არადა ეს კონკრეტული თანხა მაგარი ალბათობით კი არა, ნამდვილად მოლოტოვის კოქტეილისთვის კი არ არის დახარჯული. არამედ დახარჯულია იმისთვის, რომ შვილს უმკურნალო. ან იყიდო სტაფილო, ბრინჯი, პური, წყალი, გადაიხადო ელექტროენერგიის გადასახადი. როდესაც ვიხდით ჩვენს თანხას კუპიურას თუ მაინც და მაინც ეგრეთ წოდებული ქეშია, კუპიურის ნიშნებს ხო არ ამოწერთ რიცხვებს. ამოწერთ და ხო არ გადაუღებთ ფოტოს ან ვიდეოს მტკიცებულებად, რომ ეს ნამდვილად სტაფილოში თუ კარაქშია დახარჯული. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ამბობს, რომ შენ პურში რომ გადაიხადე თანხა, პური რომ იყიდე ამ გადმორიცხული თანხით, ესე იგი ხარ, ასე თქმა უნდა მიხვალო, დანაყარებული და მოიცალე პოლიტიკისთვის. და რაღაცა მოიცალე შესაბამისად შენ წახვალ ციხეში. თუ ბიზინა ივანიშვილის და ამ ბანდა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ რამ 1 2 3 ან 213 სიტყვა თქვი. აქ იგითხარით რომ ბევრს ვიცნობ მეთქი ვისაც სჭირდება ახლობლების დახმარება და ერთ-ერთია ვისაც ვიცნობ თათა ხუნდაზე ჩემი მეგობარი. თათა წერს სუშიკოს მის შვილზეა არასრულწლოვან შვილზე მოზარდზეა საუბარი. სუშიკოს აქვს პრობლემა, რომელიც საჭიროებს მკურნალობას. ვინაიდან მოგეხსენებათ ამ ქვეყანაში დასაქმება და თათა ბევრგან მუშაობდა, ვიდრე ეს ხელისუფლება საბოლოოდ არ მოაჯდებოდა ამ ქვეყანას ბანდა, კრიმინალთა და პარანოიკთა ბანდა, მთავარი პარანოიკის თავკაცობით. ვინაიდან მოგეხსენებათ ამ ქვეყანაში დასაქმება მით უფრო ჩემნაირი აქტიური ადამიანის ფანტასტიკის სფეროდან არის, ჩემი ოჯახის წევრი უცხოეთიდან მირიცხავს სუშიკოს მკურნალობის ფულს, თანხას. თათას სტატუსს ვკითხულობ. ანუ მოზარდს სჭირდება განმარტავო მათთვის, ვისაც საქართველოს ხელისუფლება ნორმალური ჰგონია. ან ჰგონია, რომ საქართველოს ხელისუფლება პრინციპში შეცდომას არ უშვებს. ან უშვებს შეცდომას, მაგრამ უნდა ვაპატიოთ. დავინდოთ. თათას შვილს სუშიკოს მოზარდს სჭირდება მკურნალობა. თათას ოჯახის წევრი, არ ვიცი ვისია საუბარი,
და არც ის ვიცი სხვა შორის რა სახის მკურნალობა სჭირდება, პირველად გავიგე გულახდილად გეტყვით. სუშიკოს ამბავი. მაგრამ რაღაცა თათა ასაჯაროებს მეც თავისუფლებას ვაძლევ, თქვა ეს ხმა მაღლა. იმიტომ რომ თათას ხო, თათა ბევრს იცნობს, მაგრამ თათას ხო ყველა მთელი ქვეყანა ხო არ იცნობს, მე მყავს ამ ვიდეოს ეყოლება პირობითად 2000, 4000, 5000 მაყურებელი 5000-ვე ხო არ იცნობთ თათას. აი ერთი ადამიანის ამბავს გიამბობთ. მას ურიცხავს თათას სუშიკოს მკურნალობის ფულს თათას ოჯახის წევრი უცხოეთიდან. ეს მკურნალობა შემდგომში შესაძლებელი რომ გავხადო, გიბოდიშეთ. უნდა მოვაგროვოთ ცნობები, თათა აგროვებს ცნობებს, ჩარიცხვები და მივადგეთ ჩემს კურსელებს, თათას კურსელია ყველა ეს ბანდიტები რო არიან ეს. ყველანი. ვისაც იცნობთ და არ იცნობთ. აკი გითხარით თათა ყველას იცნობს მე, კი ან ბევრს იცნობს. მეც მეჯიბრება ხანდახან. თათიკო, მოგესალმე. ჩემს კურსელებს მოწყალებაზე, ანუ მდინარაძე და კიდე ვიღაცეები ყავს, მდიდრები და ძალაუფლების კვერთხის ფლობელები. რომ დაუშვან ჩემთვის შვილის მკურნალობისთვის ფულის ჩარიცხვა, გადმორიცხვა, ანუ ნებართვა მისცენ. და თათა აქ ამბობს ჩემი აზრით გენიალურ წინადადებას. წერს გენიალურ წინადადებას, გვიზიარებს გენიალურ აზრს. უდრეკი ადამიანის აზრს. იქამდე, ანუ მანამდე. არა უდგეთ მაგათ გვერდები, ანუ არ მივაკითხავ, არავითარ მიუხედავად იმისა, რომ შვილს სჭირდება და შეიძლება ამის გამო თათა აქტიური ადამიანია. იშვიათზე ხშირად კი არა, ხშირად აკრიტიკებს ხელისუფლებას კი არა, აცამტვერებს ხელისუფლებას, სხვების არ იყოს. აქედან გამოდიერი მას დაიჭერენ 6, 7, 8, 9 წლით დაიჭერენ თუ ეს კანონი აღასრულეს. მანამდე არა უდგეთ ამათ გვერდები. და მე უკვე თათა ბოლო წინადადებას გვესწრებოთ არ წავიკითხავ. თუმცა შინ არის გადმოგცემთ. ვინც ამას შესაძლებელს ხდით, ანუ ამ გვარობას უშვებთ და ეპუებით ამას. თქვენი ასემც და ასემცო ამბობს და მე აღარ ჩავიკითხავ ამ სიტყვებს, რასაც თათა წერს. ასემც და ასემცო წერს თათა და მართალია თათა. მე ვიცნობ ადამიანებს, თათა მომიტევოს ცხადია, რომლებსაც სასიცოცხლოდ სჭირდებათ უფრო მეტად, მეთქი თათა მომიტევებს და სუშიკო მით უფრო. მეტადაც სჭირდებათ. კაი, პრაქტიკულად იმისთვის რომ უმკურნალონ საკუთარი ოჯახის წევრებს გადადებულები არიან, აი უმძიმეს მდგომარეობაში არიან ადამიანები, რომლებიც ყოველ $100 დასდევენ მეგობრებს, ახლობლებს, აწუხებენ ავისი მაცხოვრებლებს ვენაში, მადრიდში, ბარსელონაში, პარიზში, ათენში, მილანში, რომში, ვარშავაში, პრაღაში, სხვაგან და სხვაგან. ოკეან გაღმა. რომ იქნება და თავი მოუყარონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თანხებს, შვილებისთვის. არა ასაკიანი მშობლებისთვისაც ალბათ, მაგრამ უფრო შვილებისთვის გავბერავ და ვიტყვი ასე. და ხელისუფლება ბანდიტი პარანოიკებისა, პარანოიკი ივანიშვილის, პარანოიკი კობახიძის, პარანოიკი პაპუაშვილის რო ეზმანებათ ჭინკები. ისინი ამბობენ, რომ ყოველი $100, რომელიც გადმოირიცხება, ყოველი $1 რო გადმოირიცხება, ის უნდა შეგვითანხმოთ ჩვენ. და მე ჩვენ გადავწყვეტ ნებას მოგცემთ თუ არა ამ გადმორიცხვის დაობაზე. იმიტომ რომ თქვენ რო გადმოგირიცხავეთ, თქვენ ამით სტაფილოს კი არ იყიდით. კარაქს, პურს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტს. შვილებს კი არ მოახმართ ამ თანხას, არამედ ჩვენს გადაყირავებაზე ესმანებათ, ხო სულ? ჩვენს სამოტრიალება გადაყირავებაზე დახარჯავთ ამ თანხას, პლაკატის, დროშის დამზადებაზე. სულ რომ კარაქი იყიდოთ პური, წყალი თუ ზეთი, თქვენ ნაყროვანები იქნებით და შესაბამისად ნაყროვანები იფიქრებთ ჩვენს გადატრიალებაზე და დაწერთ პოსტს, Facebook პოსტს, ვიზი დაივანიშვილი ცუდი კაცია. და ეს კი გადატრიალება არის, გადატრიალების მცდელობა არის. აი ესეთი პარანოიკებთან გვაქვს საქმე, ხოლო თათას და არა მხოლოდ თათას
სუშიკოს პირველ ყოვლისა და მე გთხოვ რომ იქნება აჩვენო სუშიკოს ეს ჩემი ბოლო პასაჟი მაინც სუშიკო მოგესალმები კარგი კაცი ხარ შენ მაგარი კაცი ხარ შენ აუცილებლად იცხოვრებ თავისუფალ ძლიერ საქართველოში შენ იქნები წარმატებული ჯანმრთელი წარმატებული მაგარი კაცი შენ აღარ დაგჭირდება ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისათვის იმიტომ რომ შენი დედა და შენი დედის მეგობრები ყველანი და ბევრი ყავს დედაშენს ამგვარი მეგობარი უზრუნველყოფთ რომ ეს ქვეყანა განთავისუფლდეს ბანდიტებისაგან